მოგესალმებით. Ძვირფასო მეგობრებო. ტაროს კუთხე არის ჩემი გვერდი, ვინც არ იცის. პირადი კონსულტაციები არის ფასიანი და ვნახოთ, ვისთვის არის. შემდეგი გაშლა. რიცხვში მაქვს ფინანსური არხის წმენდა, ვისაც აინტერესებს ერთჯერადი ჩემოკარგება, ეს არის ძალიან, ასე ვთქვათ, ცოტა რაღაცა რომ იგრძნოთ. ვიღაცა შეიძლება იყოს და ვიღაცასთან იყოს რაღაც ხო დიდი პრობლემა და ცოტათი მაინც იყოს. მოკლედ, თანხა არა მაქვს მითითებული და ესეც არის შეთავაზებაში. ასე რომ შეგიძლიათ ისარგებლოთ. ამ შემოთავაზებით 12 გვაქვს ჩვენ 4 შაბათი. რაც შეეხება რომ თქვა ნახოთ, ვისთვის არის შემდეგი გაშლა. გადასასვლელი ვერ პოვეთ. იცით რა არის? რაღაცას ელოდებით თქვენ, მოდი ასე ვთქვათ, როგორ არის, იცით? აქ არის რაღაც მინიშნებას, ნიშანს, შემდეგ რა უნდა იყოს. როგორ თითქოს სწორი მიმართულებით მივდივარ, შეიძლება ეს კითხვა იყოს აქ. ასევე კითხვა არის შემდეგ რა იქნება დაუშვათ ასეთნაირად და აი თქვენ აშკარად გინდათ რაღაცა შესაძლებელი ეს ფინანსების დაგროვება იყოს, ან რაღაცა საქმის ესეთი შეკვრა, მოდი ასე ვთქვათ და აი აქ გჭირდებათ თითქოს ბიძგი და რაღაციდან ელოდებით რომ ამ ყველაფერს მიიღებთ. მოდი ვნახოთ აბა მიიღებთ ამ ყველაფერს. ძალიან დიდ ქაოსში ხართ და როგორ არის, იცით? ეს ქაოსი თქვენთვის არ არის სასარგებლო. სად არის გამოსავალი? ეს მოდი ასე დავსვათ კითხვა. იცით რა არის? მე ცოტა ის გამიკვირდა რომ თქვენ რატომ გაქვთ სხვისგან აი მოლოდინი თუ რაღაცისგან მოლოდინი რომ დავუშვათ სხვა მოგცემთ ამ მინიშნებას. თქვენთან მინიშნება რა არის? ყველაფერი საქმე შეგიძლია მოდი დაიწყო პატარ-პატარა ნაბიჯებით. არ არის სავალდებულო დღეს რომ დავუშვათ გაიღვიძეთ, მთები გადადგათ. ნახეთ? კი, ეს ძალიან კარგი არის თუ მოახერხებთ, მაგრამ
თუ ეს ამას ვერ ახერხებთ, ჯობია ცოტა რაღაცა გააკეთოთ ამ შემთხვევაში და ეს იყოს ხარისხიანი. აი ნებისმიერი რაღაც ერთი საკითხი მოაგვარეთ დღეს და დავუშვათ ვიღაცას მაგალითისთვის მოგიყვანთ გიჭირთ სახლის დალაგება სიტყვაზე. ან გინდათ უფრო სწორად სახლი დაალაგოთ, გიჭირთ არა. და არის ხალხი რა ერთ დღეში ყველაფერს აი თქვენ შეგიძლიათ დავუშვათ დღეს მხოლოდ დარეცხოთ ფარდები სიტყვაზე. მოაწესრიგოთ ეგ საკითხი. და ამით მოდი დაკმაყოფილდით, ეს არის წინ გადადგმული ერთი პატარა ნაბიჯი. რეალური. ხო? მაგრამ ყოველდღე გააკეთეთ რაღაცა ამ თქვენი წინსვლისთვის. ყოველდღე რაღაცა თითო ნაბიჯი გადადგით. ამას გეუბნებიან. არ არის აქ მანდამაინც დიდი რაღაცა გრანდიოზული უცებ აი წკაპ ესეთი რაღაცა მომენტები გამორიცხეთო. მაგრამ ასევე ნახეთ თქვენ გეუბნებიან იმას, რომ თქვენთვის მინიშნება სხვისგან კი არ არის, აი თქვენი მიდგომებით არის უფრო სწორად. თქვენ უნდა გადადგათ დავუშვათ პატარა ნაბიჯი და ასევე ნებისმიერი საქმე, რასაც თქვენ ხელს მოკიდებთ, მართოთ სწორად. დავუშვათ სახლის, ახლა დიასახლისები ხართ. ეს საკითხი, სახლი არის, სამსახური არის, აი ნაბიჯი ცოტა დავუშვათ ფული არის, ფულით მატერიალური ხარ, ხო? აი სწორად მართო. ისწავლო. აქ სწავლებ თქვენ რაღაცებში უშვებთ შეცდომა, შეიძლება არასწორი ხარჯები, შეიძლება დაუფიქრებელი ხარჯები, შეიძლება აი რაღაც დიასახლისაც ხო თავისი სხვათა შორის ძალიან გონება ჭირდება. მოდი ასე ვთქვათ, მით უმეტეს დიდი ოჯახიც არა, მოდი ასე ვთქვათ, კაცო რაშვაშია დიდი ოჯახი. თუნდაც პროდუქტი შეიძინო ისეთნაირად, რომ არ გაგიფუჭდეს, ბიუჯეტურიც იყოს, სწორადაც დავუშვათ გამოიკვებო, მშიერიც არ იყო, ხო? ახლა მოდი იცით რა არის, ფულს თუ ესე გადაყრი და რაღაცა, ნუ რაღაც საჭმელს იყიდი, ხო? ეს არ არის სწორი მიდგომა. სწორი მიდგომა არის ზუსტად ნახეთ, დავუშვათ ბიუჯეტურად გამოხვალ, მაგრამ არც არაფერი გაკლია. აი ეს არის სწორი მიდგომა. აი ეს ოქროს შვალეც რო იპოვით, ეს არის უკვე შენ რაღაც ისწავლე. ან თქვენი საქმე, რამე საქმის მიმართ, ხო? ზოგადად ადამიანებს ხანდახან ფიქრობენ, აი პატრონი მყავდეს, ფული რომ მქონდეს, ასე რო იყოს, ისე რო იყოს, მეც ისე ვიქნები, მეც ასე. ასე არ არის, კაცო. ეხლა არიან ადამიანები, რა ვიცი, რაც არ უნდა გაჩისტკო და შეალამაზო და კაი, რა ვიცი, ტანსაცმელი ჩააცვა, გუჩები და მუჩები ჩააცვა და შანელები, მაინც ვერ მოიხდენს. არ არის მთლად მასე, კაი მაკიაჟიც რო გაუკეთო. კი, ცვლილება იქნება, ის რაც იყო აღარ არის, ხო? თავისთავად უნდა იყოს ცვლილება. ბოლო-ბოლო გუჩის კაბა აცვია თუ რა ვიცი, შანელის კაბა აცვია ბოდიში. ხო, და ისა რა ქვია, მაინც შანელი, ხო? ხო და იცით რა არის, მაკიაჟიც დავუშვათ გაკეთებული, სხვაობა იქნება, მაგრამ შენ ის პეწი არ გექნება. პეწი კიდე სხვა რამეა, ის ლაზათი, მოდი ასე ვთქვათ, ხო? ის აი სხვა რაღაც, სხვა, ესე არ არის, მოდი ეს როგორ აგიხსნათ. ბევრ ადამიანს ესეც მიაჩნია, რომ აი თუ ძალიან ესე გამოიპრანჭება რაღაცა ისეთ კაბას ჩაიწვენ ჭვირუმ, ძალიან ვითომ ლამაზად გამოიყურება. ნუ გეტყვის ახლა ვიღაცას უცხო თვალში მოხდება, რომ ლამაზად გამოიყურებიო, ხო? მაგრამ შეიძლება სულ არ იყოს შენი სტილი, მოდი ასე ვთქვათ და უბრალოდ ჩორტი რო ჩაიწვა და მაიკა გადაიწვა, ის უფრო მაგრად და მაგარ ვიძე გაყენებდეს.
აი აქ რაღაც აი ამ სწავლაზე ეხლა მე ჩაცმის სტილზე გადავედი, მაგრამ საქმე ნებისმიერი საქმე რას გულისხმობ, იცი აქ ის კი არ არის მთავარი რომ ფული და ვიღაცამ დაგეხმარო და რაღაცა და აუ ბლატები და არა. სწორი მიდგომა. ცოტ-ცოტა, მაგრამ სხვანაირად. ყოველთვის ვიღაცა და ფული, კი ბატონო, ფული პატარა ღმერთია, საჭირო ყველაზე საჭირო საშუალება, მაგრამ აქ ამ თემაზე არ გესაუბრებიან თქვენ რომ თქვენ აუცილებლად გადაწყვეტავთ საქმეს მატერიალური მხარით, ფულით და ასე შემდეგ. აქ ასევე გეუბნებიან იმას, რომ აი ზუსტად ის ნაბიჯები უნდა გათვალოთ ეხლა. კი თქვენ სწორ მიმართულებაზე გახართ, მაგრამ რაღაცას ელოდებით, ვიღაცას თითქოს, ნუ რავის ნუ ელოდებით. სიმართლე გითხრათ, იმდენი ნეგატივი ზიარდება და ფაქტიურად სოციალურ ქსელში შესვლა შეუძლებელია. იმას ვფიქრობ, რომ ყველა გვერდები გავაუქმო, მაგრამ ასკროლვა რო ვერ მოახერხო, რაღაც ისე მინდა. აი ასკროლვა რომ ვერ მოახერხო. თქვენ წარმოიდგინეთ სახლში ტელევიზორი არა მაქვს. ნუ არა მაქვს, როგორ ახლა მქონდა ტელევიზორი, ორი ტელევიზორი როგორ არა მაქვს, კაცო, მაგრამ ჩართული არა მაქვს. და მე მგონი ახლა უკვე ამას თავისი დრო აქვს, რაღაც პროგრამას უნდა გადაწერა, ჩაწერა თუ რაღაცე. მოსინჯე თუ ირთვება მეთქი და რაღაცა პროგრამა მოითხოვა. და ინტერესიც არ მაქვს, რომ ეს გავაკეთო, აი მოდაზე არის, უბრალოდ ხვდებით ესე ვიზუალური მხარე. და რატომ ხდება ეს? ნუ ჩემთვის ეს არის ეს კი არ არის ეს ხელსაწყოები და აქ ბევრი რომ რაღაცა ისე პოსტავს სატანისტური და ეშმაკეული. ეს ტელევიზორი არის ჩემთვის ეგ. შიგნით გადმოცემული ინფორმაცია. ამიტომ ეს არის უკვე მე ყოველთვის ვამბობ, რომ წამსზე და აღქმაზე ვერ შედავები ადამიანს, ვის როგორი აღქმა აქვს. მე ასეთი აღქმა მაქვს მაგალითად. და იგივე ვხედავ სოციალურ ქსელებშიც. ეხლა ვფიქრობ, რომ სულ გამოვიწერო რაღაც კომედი გვერდები, კომედიის დანარჩენი, ვინც მეგობრები, აი გამოწერები ყველაზე გაუქმებული მაქვს, ეს ყველაფერი გავაუქმო. ან საერთოდ გავალ სოციალური ქსელიდან მეთქი. თქვენ წარმოიდგინეთ. ხო? ვისთვის რა არის? მოდი ასე ვთქვათ, ეშმაკეული, ასე ვთქვათ, კი ბატონო. პირიქით, აქ მე სუფთა ენერგიებით მუშაობ. რამხელა ბალანსი, რამხელა ცოდნა, რამხელა დაკვირვება. სუფთა ცხოვრება, სადუშვებ შეცდომებს, სულ ამის ძიებაში, ამის ჩიჩქნაში ვარ ადამიანი და როგორ შეიძლება აქ უკვე სხვანაირად თქვას ადამიანმა, აი მე თქვენ ღმერთმა შეგინდას. ძალიან მეწინება, ძალიან. კარგით. აი ნახეთ რა არის. ხო, აქ უნდა გააკეთოთ გეგმარება, რატო გადაუხვი ეს მე აღარ მახსოვს, რატომღაც ესე გავაკეთე ეს ჩანართი, მაგრამ თქვენ ხო გარედან ელოდებით თითქოს ყველა არ გავაკეთებდი ამ ჩანართს. გითხრან ვიღაცამ გითხრას, რომ კი სწორი მიმართულებით მიდიხარ. ხო, გამახსენდა რატო გავაკეთე ეს ჩანართი. აი იმ ხელა სიბინძურე მოდის თქო, ამის თქმა მინდოდა. ანუ ხალხიდან, საზოგადოებიდან, რომ უკვე აღარ მჯერა ხალხნა, რომ ვინმე გეტყვის, მე პირადად არ მჯერა.
ვინმე გეტყვის, რომ კი შენ სწორი მიმართულებით მიდიხარ. აი ამიტომ გავაკეთე ეს ჩანართი. ამიტომ აქ არის ზუსტად ის რჩევის სახით, შენ თვითონ ისწავლე ეს ყველაფერი. ნახეთ, თქვენ გეუბნებიან აქ ასეთ რაღაცას, ის რაც შენთვის უმნიშვნელოა. დავუშვათ, თავიდან მოგიჩვენათ, ამან რა უნდა, აი ეს გოგო მახსენდება, ბარბაქაძე არ არის? ამან რა უნდა იმღეროსო. ქალმა კი იცით შედეგები. აი ზუსტად ესეთნაირად შესაძლებელია რაღაც საქმე შემოვიდეს თქვენთან შესაძლებლობა. შეიძლება ვიღაცამ სწავლა დაიწყოთ, შეიძლება რაღაც შემოსავლის წყარო დაინახოთ. ამან რა უნდა მომიტევ რა ეს რა არის ესეთნაირად შეხედოთ, მაგრამ ზუსტად ეს იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი შემდეგ. ამიტომ აქ ის მომენტიც არის, რომ აი ეს პატარ-პატარა ნაბიჯები დაჯერდი და დააფასე. აი აქ ამას გეუბნებიან. ხო, თქვენ კი ბატონო, იცით რა არის? ხართ რაღაც მოლოდინში, ელოდებით რა მოდის, რა იქნება, ეს დაინახოთ. და გინდათ ხო, აქედან უკვე ამის სურვილი ნამდვილად გაქვთ, მე აქ რასაც ვხედავ ნამდვილად. მაგრამ თქვენ ნუ დაელოდებით, აი როგორ იცით, არიან ადამიანები გარანტიებს, აი ჩემთანაც ყოფილა, მოდიან და გარანტიებს ითხოვენ. გარანტიებით ნუ რაფერს ნუ დაელოდებით. და ყველაფერს, აი როგორც გითხართ, შეიძლება უნიშნულო რაღაც საქმე გამოჩნდეს და ეს გახდეს თქვენ ცხოვრებაში მე ძალიან მნიშვნელოვანი. ძირითადიც კი. შეიძლება შემოსავლის წყარო, შეიძლება რაღაც საქმიანობა, რომელიც მოგიტანთ თქვენ წარმატებას, ხო? შემოაბრუნებს თქვენ სასიკეთოდ. იცით რა არის? ენერგიები მე ეს გამოვაცხადე, მაგრამ ახლა მოისმინეთ თუ არა, ჯერ ზოგადად ძალიან სწრაფად მოძრაობს დედამიწა, მაგრამ ენერგიები ძალიან სწრაფად იცვლება. აქ არ არის გამორიცხული ის რაც აი რასაც ხო, რასაც ესე არ უნდა თქვა, თქვენთვის რასაც წარმატება მოქონდა აქამდე, ეს ნაბიჯები, ეს საქმიანობა, ეს ყველაფერი შესაძლებელია აღარ მუშაობდეს უკვე და აქ ჯადო აღარ არის. აქ არის უბრალოდ აი სხვაგან გადადიხარ თითქოს. ძალიან ადრე თუ დავუშვათ განვითარებას სჭირდებოდა 1 საუკუნე და 1 საუკუნეშიც არაფერი არ იცვლებოდა დიდად, მოდი ასე ვთქვათ, ეხლა ეს ყველაფერი იცვლება ხალხნო, აი 1 თვეში, 1 კვირაში, შეიძლება მეორე დღეს საერთოდ სხვა გაიღვიძოთ და რაღაც სხვანაირად გრძნობ ყველაფერს. თუ ამას ხართ დაკვირვებული, თორე შეგიძლიათ დააკვირდეთ. არ არსებობს რომ ეს არის გრძნოთ. მერე კიდევ თუ რამეები თქვენ გაკეთებული ხართ მედიტაციებით ან ნებისმიერ რამეს აკეთებთ, ყველაფერს უნდა სჭირდება გადაახლება, გამყარება, ხო? იმიტომ რომ არიან ადამიანები, გააკეთებენ რაღაცას, ახლა 2-3 წლის წინ გოგოებს რაღაცები აქვთ გაკეთებული. და 1-2-მა კი მომწერა, ქალბატონო ნინო, რა ვქნა ახლა და რომ უთხარე, უნდა გადააახლო რაღაცა, მეთქი რა ვიცი, თავი შეიკავენ და ალბათ იმის გამო, რომ კიდე ფული, არა, ფულზე არ არის ხალხნო აქ. ეს არის საჭირო. ეს არის აუცილებელი, ჯერ ერთი, მოდი ასე გეტყვით, დაცვებიც რომ დაიდოს ადამიანმა მყარი დაცვები, არ არის როგორ იცით, ეს არ კეთდება ერთჯერადად, დაგადო პრაქტიკოსმა დაცვა და всё, კი დაგადო, მაგრამ მუშაობს გარკვეული დრო. აი ძლიერი დაცვის დადებას სულ სხვა ნაირად სჭირდება მუშაობა, რაზეც არ ვისაუბრებ.
სულ სხვანაირად, რომ ის გამყარდეს. მაგრამ აი ეს ერთჯერადად მით უმეტეს ვინციდებთ, ხო? ყველაფერი გინდათ სამუდამო და რა ვიცი, რა გაქვთ სამუდამო ხალხო, სიცოცხლეც არა გაქვთ სამუდამო. ჩაიდანი ყოველ წელიწად საყიდელი მაქვს მე პირადად და მით უმეტეს ჩაი არ მიყვარს. ანუ ჩემთან ჩაიდან სჭირდება, ირთვება უпростоრად წლიდან წლამდე 3-4 ჯერ. გაგლიჯე 5 ჯერ. თუ გაციებული ვარ, მაშინ ხო, კი, მაშინ უფრო მეტად. წარმოიდგინეთ, ყოველ ეხლა 1-2 წელი მე ყოველთა შორის რაღაც ნაბური ვიყიდე კასრულების. მაგრამ უკვე რო ხედავ, ტაფა გადავაგდე უკვე. და BBS დროინდელი ტაფა გამოვიღე, ისე მომეშალა ნერვები. არ მინდა ეს თქვენ თანამედროვეობა თქო. ხო და ეხლა ვუყურებ, შენახული მაქვს თუჯის ქვაბები. უნდა გადმოვიღო ისინი და იმიტომ რომ ჯერ ერთი ვიცი რომ მომწამლელი არ არის და მერე ვიცი რომ მომდევნო წელიწად საყიდელი არ მექნება. აი დავიღალე ხალხო, სულიერად დავიღალე ფიზიკურად. გოგო მომბობს TikTok-ზე. ზუსტად ეგ მჭირს. და სიცოცხლეც რომ მუდმივი არაფერი მუდმივი ქვეყანაზე არ არის, მოდიხართ და რაღაცა დღევანდელ დღეში ითხოვთ მუდმივი დაცვების სხვანაირად კეთდება. და რა თქმა უნდა სხვა ღირებულებისაც არის. ან თქვენ უნდა რა ვიცი ხა 5 წელიწადში ერთხელ გადაახლოთ უნდა. ზოგადად რაღაცა შეავლოთ ხელი, ხო? აქ რამეს არ ვსაუბრობ ისეც რომ მართლა ასე არ იყოს. ყველაფერი წყობრიდან გამოდის. აბსოლუტურად ყველაფერი ძალიან მალე ფუჭდება. ესე იგი რაღაც თანამედროვე ნათურები ვიყიდე, შემოსასვლელში მინდოდა შემეცვალა, რას ვერჩოდი იმ ძველს, მოუგლიჯე გადავაგდე. და შემოსასვლელ კარებში ნათურას ვერ ვეღირსე. მეტი მეკუთვნის ნამეტანი პრანჭვისგან დამემართა ეს. და ისეთი გამწარებული ვარ ეხლა. უკვე აღრენილი ვუყურებ. ეს უნდა მოუგლიჯო ის ძველი თუ მაქვს სადმე შენახული, მაქვს თუ არა დავტოვო ისე ღიად. აი ადრე რომ იცოდენ მარტო რაღაცა ეს რომ იყო ნათურა და გარედან არც აბაჟური არაფერი არ ქონდა. ესე. თქვენ წარმოიდგინეთ. ადგილზე შემიმოწმა ადამიანმა სახლში მოტანა და ეგრევე ფუჭდება. ანუ, რა ვიცი მე რა იმართება. დავიღალე ხა უნდა ავიღალე სულიერად. ხო. ამიტომ მაგ რატო გეუბნებით ამდენ რაღაცას? ნუ ელოდებით სხვისგან ორაფერს და თქვენი ზრუნეთ თქვენი თავისთვის ყველაფერზე. აი ეს გვაქვს აქ. ხო, აი ელოდები რაღაც დაინახოთ როგორ იცით? ნამდვილად ასე არა, აი შენ ამ ადამიანს უყვარხარ არ არის ესე. აი სამსახური შემოვა, გარანტიებით, ყველაფერს გარანტიებით არ არის ასე. უნდა მოსინჯოთ იმ პატარ-პატარა ნაბიჯებიდან. აი ეს არის თქვენთან შემოკარგება. მოდი ვნახოთ საბოლოო პასუხი რა იქნება აქ ამ ყოველდღის შემდეგ. გავითვალისწინეთ, წავედით წინ და უკმაყოფილდით, გაცრავთ. და რა იქნება?
იცით რა არის? სიმკაცრე და ცივი ხასიათი აქ სხვისთვის კი არ უნდა გამოიყენოთ. რაც არ უნდა არასასიამოვნო იყოს, თქვენთვის უნდა გამოიყენოთ. სიმართლეს გაუსწორეთ თვალი, მაგრამ იმოქმედეთ ცივი კონებით, რომ ეს დაინახო. არ შეალამაზო, არ მოექცე სხვისი გავლენის ქვეშ და არ შეალამაზო არაფერი. მოდი ასე ვთქვათ, სად დაუშვი შეცდომა, სად რა არის სიმართლე, რა არის ტყუილი და ასე შემდეგ. აქ პირდაპირ გეუბნებიან დააყენეთ კაფეო საზღვრები. მაგრამ ემოციით არა, ცივი კონებით. ნახეთ, აქ თქვენი დამოკიდებულება უნდა იყოს, როგორ იცით, ფაქტებით. აი მტკიცებულებებით. და არა დავუშვათ სხვას, რისი მოსმენა უნდა, როგორ უნდა თქვენ მოიქცეთ, რაღაც აი სხვისი მმართველობის გავლენის ქვეშ არ უნდა მოიქცეთ. აქ უნდა იყოთ პირდაპირი. აი ესეთი. ხო, შეგიძლიათ კი ბატონო, სიმართლეს თვალი გაუსწოროთ, ეს საკმაოდაც მკაფიოდაც გამოხატოთ. აქ თქვენ დღეს საკმარისი ინფორმაცია მიიღეთ, მე ასე ვფიქრობ, საკუთარ თავზე, სხვების მიმართაც. და უნდა იყოთ გულწრფელი, როგორც თქვენ თავთან, ასევე სხვების მიმართაც. დღევანდელი გაშლა ეს იყო. მე გისურვებ წარმატებებს, იმედია გამოგაგდებათ ეს ინფორმაცია და გამშვიდობებით დროებით.